გამარჯობათ შემოარხელებო, მე ვარ ნათია შაი და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ყველასთვის წარმატების ფორმულა დაბადების რიცხვების მიხედვით. საქმე იმაშია, რომ კლასიკურ ნუმეროლოგიაში არის სულ 9 რიცხვი 1-დან 9-მდე და რომელ რიცხვშიც არ უნდა დაიბადოთ, უნდა დაიყვანოთ შეკრების მიხედვით ერთ რიცხვზე და ანუ 1-დან 9-მდე მიიღებთ ციფრს და ის არის თქვენი ენერგეტიკის მართველი, ის ენერგია. მე ხა ჩამოგითვლით რომელი ენერგია მართავს თქვენს ასე ვთქვათ წარმატებას და მოგცემთ რჩევებს, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ გქონდეთ მიღწევები და იყოთ წარმატებულები. ასე ვთქვათ, ვინც დაიბადა პირველ რიცხვში, ნებისმიერი თვის და წლის. დაბადების რიცხვებზეა მხოლოდ საუბარი. პირველ რიცხვში ანუ ერთიანზე დაჯდება შეკრებითობით მისი რას ნიშნავს შეკრებითობა მაგალითად 10-ში დაიბადეთ ხო 0 ხო არ არის ციფრი ან თუ მინდათ შეკრიბეთ 1 + 0 1 ან 19-ში ხო 1 + 9 არის 10 იგივე გამოდის 1 + 0 1 ან 28-ში 8 + 2 2 + 8 არის 10 და ისევ ერთ მიუმატოთ 0 ისევ 1-ს ვიღებთ. აი ამას გულისხმობ, ერთ ციფრს უნდა დაიყვანოთ და მაშასადამე, ვისი ციფრიც გამოვიდა 1, მათი მართველი ენერგია არის მზე. ვისი ციფრიც გამოვიდა 2, არის მთვარე, 3-იანებისთვის არის იუპიტერი, 4-იანებისთვის რახუ, 5-იანებისთვის მერკური, 6-იანებისთვის ვენერა, 7-იანებისთვის კეტუ, 8-იანებისთვის სატურნი და 9-იანებისთვის მარსი. ახლა კი მე გეტყვით რა არის მნიშვნელოვანი თვისება, მნიშვნელოვანი ქმედება, რომელიც მოგიტანთ წარმატებას. მაგრამ სანამ დავიწყებდი ამას, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. მოკლედ, თუ თქვენ დაიბადეთ პირველ რიცხვში, 10-ში, 19-ში და 28-ში, როგორც თქვი არის მზე, თქვენი ენერგია და მნიშვნელოვანია. გქონდეთ სტრატეგია, ანუ რაც გაქვთ მიზანი, იმის სტრატეგია, როგორ მიაღწიოთ გეგმა, ხო, შეიძლება გაწერილი იყოს ეს გეგმა დროშიც კი, ვადებშიც, აი ეს უნდა გქონდეს აუცილებლად შედგენილი, მიზანები არის აუცილებელი, ეს ენერგია მიზნების გარეშე უბრალოდ მკვდარია, უბრალოდ დაბეჭავებულია, ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნები, უნდა გამოიმუშაონ პასუხისმგებლობა, გქონდეთ პასუხისმგებლობა მის ამ სტრატეგიაზეც, გეგმებზეც, მიზნებზეც აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს ეს თვისება საკუთარ თავში და სულ მოძრაობდეს, სულ მოქმედებდეს და ამ შემთხვევაში ექნება წარმატება. თუ ადამიანი დაიბადა 2 რიცხვში, 11 რიცხვში, 20-ში ან 29-ში, როგორც თქვი, ნებისმიერი თვის ან წელიწადის არ აქვს მნიშვნელობა, მისი მფარველი ენერგია არის მთვარის ენერგია. თუ მზე არის, ასე ვთქვათ, ყველაზე კაშკაშა, მცხუნვარე, ჭკვიალა, ხო, ენერგეტიკით სავსე, მთვარე არის ძალიან მინორული, რბილი ენერგია, ცოტა არ იყოს მყუდრო და ჩაკეტილი. მიზნები 2-იანებს, 11-იანებს, 20-იანებს და 29 რიცხვში დაბადებულებსაც სჭირდებათ აუცილებლად. მიზანი უნდა გქონდეთ და მათ უნდა გამოიმუშაონ მოქნილობა. ანუ ნებისმიერ სიტუაციიდან როგორ გამოვაღწიოთ, როგორ გავაღწიოთ არაიცილონ კრიზისები და იპოვონ გზა უფრო კარგად, უფრო მოქნილად, არა ხისტად, რბილია ეს ენერგია. ხო, შემოვლითი გზა შეიძლება დასჭირდეს უკან დახევა და მერე გვერდზე გაწევა შეიძლება დასჭირდეს. მოკლედ მოქნილობა უნდა გქონდეთ ამ ენერგიას და მათთვის ასევე მნიშვნელოვანი არის თანამშრომლობა, პარტნიორობა. ურთიერთობა. ეს უნდა გქონდეთ აუცილებლად პლუს ენერგიებში აყვანილი. კომფორტი უყვართ ამ ენერგიებს და მათი სამუშაო გარემო უნდა იყოს აუცილებლად კომფორტული და სულიერად უნდა გრძნობდნენ კარგად. არა მარტო სამუშაო, ასე ვთქვათ, სფერო და გარემო, არამედ შიგნითაც. თუ არ არიან კომფორტულად, საკუთარ თავთან ჰარმონიულად, მათ არაფერი არ გამოუვათ. ახლა კი გადავიდეთ, ვინც დაიბადა 3 რიცხვში, 12-ში, 21-ში და 30-ში. მათი მართველი არის იუპიტერი და სურვილები უნდა გქონდეთ, სულ რაღაცა უნდა სურდეთ, რომ იმოძრაონ. უნდა განავითარონ ჭკუა და ინტელექტი, ანუ თავისი, ასე ვთქვათ, დრო ენერგია ჩადონ ამ ყველაფერში, მცოდნების აკრეფაში, დაზუთხვაში არა, ინტელექტიც ვახსენე, ამიტომ
ასე ვთქვათ, ანალიტიკური გონებაც საჭიროა, აზროვნება, ანუ მიღებული ინფორმაციის გაანალიზება. მართლობის ნიჭი აქვთ და მათ უნდა მართონ, ძალიან კარგად მართავენ და იუპიტერი ეს არის გაფართოება და ზრდა. ყველაფერი უნდა გაზარდონ, გააფართოვონ. დაუშვათ გაქვს რაღაცა ბიზნესი, ხო? არ უნდა დაკმაყოფილდე, კარგად მიდის ყველაფერი. არა, უნდა გახსნა ფილიალები, გააფართოვო, გაზარდო, ცოდნა, ვიცი, უკვე ვისწავლე და მეტი არ მინდა. არა, სულ უნდა იზრდებოდეს, ფართოვდებოდეს. ამდენი მაქვს შემოსავალი და მორჩა მყოფნის. არა, სულ უნდა ადიდებდეს ყველაფერს. ეს არის იუპიტერის ენერგია და უნდა გამოიყენოთ ეს არაჩვეულებრივი ენერგია. ეხლა გადავიდეთ სხვა რიცხვებზე, 4-იანების ენერგიაზე, 5-იანების და 6-იანების. 5-ში, 14-ში და 23 რიცხვში დაბადებული ადამიანები. მერკური არის მათი ენერგეტიკა, მმართველობა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე. უნდა იჩქარონ, უნდა იყვნენ მოქნილები. და ყველაფერი მიუძღენ როგორც მარტივს, სიმარტივია მათი, ასე ვთქვათ, გასაღები, წარმატების. უნდა იყვნენ კომუნიკაბელურები და ესეთ ლაღად გაკეთონ ყველაფერი. სირთულეებთან ჭიდილი არ არის ამათი, თუ სირთულე არის, ისიც კი უნდა გაამარტივოს და ისე მიუდგეს როგორც სიმარტივე. ეს 4-იანებს, 14-იანებს და 23 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს. რაც შეეხება 6 რიცხვში, 15-ში და 24 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის, მათი ფარველი ენერგია არის ვენერას ენერგია. ვენერა იცით ყველამ რომ ეს არის სიყვარულის ქალღმერთი და ემოციურია ხო ძალიან და კი ბატონო ძალიან ღრმა ურთიერთობები არის მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არანაირი ზედაპირული ურთიერთობა არანაირი რაღაცის გამო ურთიერთობა არა ეს უნდა იყოს ძალიან ღრმა ურთიერთობები უნდა იყვნენ ბრძენები და ბრძენიამ ადამიანმა ბევრი ცოდნა უნდა შეიმეცნოს და ეს ცოდნები უნდა გადაამუშავოს გადაახარისხოს და მასში რაღაც ასე ვთქვათ სიღრმისეული ძიებები უნდა აწარმოოს, პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი ძალიან და ყველაზე მთავარი უყვარდეს საკუთარი თავი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამ ენერგიებისთვის, თუ მათ არ შეიყვარეს საკუთარი თავი, არაფერი არ გამოუვათ არც ერთ სფეროში. 7-იანები 16-იანები და 25-იანები. ანუ ამ რიცხვებში დაბადებულები, კეტუ, ინტუიცია, მათის ძლიერი მხარე, აქტიურობა, ტაქტიკა, მოკლევადიანი გეგმები უნდა გქონდეთ მათ. რას ნიშნავს მოკლევადიანი გეგმები? ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, ერთწლიანი. და შედეგზე გასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს რო არის მნიშვნელოვანი მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, გეგმა, რომ უცებ სწრაფად მიაღწიოს და ეს არის მათი მამოძრავებელი ძალა. 8-იანებისთვის, 8 რიცხვში დაბადებულებისთვის, 17 რიცხვში დაბადებულებში და 26 რიცხვში დაბადებულებს მფარველობს სატურნი. ეს არის სიბრძნე, მათი წარმატების გასაღები, გეგმა, სტრატეგია, სისტემის შექმნა, შესაძლებლობები აქვს ძალიან დიდი საქმეში. ნახე რას გულისხმობ ეს ენერგიები ძალიან დიდ ენერგიას დებენ საქმეში. აი თუ რაღაცა ისეთი საქმე არის, რომ მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, აი შრომაში ჩაფლულობას, მაშინ უნდა მიუშვა 8-17 და 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები და ადმინისტრირების ნიჭი აქვთ ამ ადამიანებს და ეს უნდა გამოიყენონ წარმატებისთვის. და ბოლოს 9 ენერგიის მატარებლები, ესენი არიან 9-ში დაბადებულები, 18-ში და 27-ში დაბადებულები, მარსია მათი ფარველი ენერგია და აქტიურები უნდა იყვნენ. ძალიან მიზნები ამათაც უნდა გქონდეთ და ქარიზმა, ეს არის ის, რაც მათ წარმატებას მოუტანს და გამარჯვებას. აი ესეთი იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, მაინტერესებს რას ფიქრობთ, დააკვირდით თქვენ თავს ამ ენერგიებს მოაქვთ თუ არა მართლაც თქვენთვის წარმატება და ვინც არ იცის გამოიყენეთ ეს წარმატების ფორმულა. მე გისურვებთ ხო წარმატებებს, გამარჯვებებს კეთილ საქმეებში და თავისუფალ დიდ სიყვარულს თუ ეს თქვენ გინდათ. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.